Guys, მოგესალმებით ყველას. ეს ჩვენი პირველი ვიდეოა YouTube-ზე. ცოტა დაბნეულები ვიქნებით. მე პირადად ისეთ დაბნეულიც არ ვიქნები, იმიტომ რომ ადრე ძალიან ადრე YouTube-ზე ვიყავი. შეიძლება ბევრი გამომწარი არ წავდა და არც ვიყავი ცნობილი, უბრალოდ საკუთარ თავის ჩემპიონში ვაკეთებდი რაღაცებს. შევაჭობდი კამერას მიჩვეული ვარ, ძალიან დაბნეულიც არ ვიქნები, უბრალოდ აქ საქმე ჩემს ძმაკაცშია. და ეხლა რატო? ჩემს ძმაკაცი არ არის, ქართველი არის, მაგრამ დიდი ხანი საზღვარგარეთ ცხოვრობდა რა და შედეგად მაგის გამო ქართული იცის, მაგრამ მაინც კონტექსტით რა საზღვარგარეთ იყო შეცდომები ეშვება რაღაც და უაპატიოთ არის. ხო, რა ჯანდაბა გვინდა ეხლა YouTube-ზე? შორტებიდან გამომდინარე გეცოდინებათ, გვაქვს ჭიდაობის კონტენტი შორტებზე და ალბათ იტყვით ახლა რა ჯანდაბა უნდათ ვიდეოზე, შორტებს დებდნენ, კაიო, რა ჯანდაბა უნდათ ვიდეოზე. მოკლედ, პასუხი ძალიან მარტივია. გვაქვს ერთ თვიანი გამოწვევა საკუთარ თავთან. ხო, ეხლა მოდი ძალიან რო არ გამომივიდეს ბევრი ლაპარაკი, მოდი შენ გააცანი ხალხს რას ნიშნავს ეს ერთთვიანი გამოწვევა, რას ვაკეთებთ, რას ჩაიჭრა. ვაიმე. და მე გადავაგდე რეალურ ახსენზე. ამ ერთი თვის განმავლობაში დავიჭირეთ პირველი საკუთარ თავი და როგორც ვთქვათ, გამოცემთ, ხო, რა შეგვიძლია და რაც იქნება რა თუ შევძლებთ თქვენთან ერთად დაიდება ვიდეოები, ყოველი თითო ვიდეო თუ შევძლებთ და ამ ზამთარს, ანუ ამ ერთ თვეში საკუთარი მიზანი რაც გვაქვს დასახული თუ ამას შევასრულებთ და ავასრულებთ და ჩვენი დისციპლინა დაიდება, შეცდომით ნახავთ და თუ არ გვაყოფა კიდე, მაგასაც ნახავთ, არ დავუმალავთ არაფერი. ხო. მე თუ არ მიცნობთ, არც ამას არ იცნობთ, არც მე, იმიტომ რომ ვიდეო შეგრებები და პირველად ვჩანთ, ვარ, არ გეცოდნებით, იმიტომ რომ შორტებიდან გამომდინარე, და შორტები და YouTube-ზე შორტები და შორტებიდან გამომდინარე, ალბათ არ მიცნობთ და ცხადია ეგა, მე ახლა ვარ 15 წლის ერთ ჩვეულებრივი ბიჭი, როგორც ხედავთ, სოფლიდან, ხო და რა არის ახლა ჩემი მიზანი? მოკლედ რო ვთქვათ, საკუთარი თავი რო გაგაცნობთ. ჩემი მიზანი არის ის, რომ გავხდე წარმატებული ცხოვრებაში რა. დავდივარ სპორტზე, ჭიდაობაზე, ვარჯიშობ, საკუთარ თავს ვანვითარებ, მენტალიტეტს ვშოულობ, დისციპლინას ვშოულობ და თვითგანვითარებას რა თქმა უნდა. ეს არის და ეს. ეხლა ჩემი ძმაკაცი გაგაცნობთ თავის თავს და მერე უკვე ზოგადად მივიხვილოთ ჩვენი ვიდეოს ჩაწერის აზრი. მე დიდად არ ვამსხვავდები ამ ბიჭს, მე ვარ 15 წლის, ვიცი რომ არ მეტყობა 15 წლისას, მაგრამ მე დავდივარ ჭიდაობაზე და ჩემი პირველი დღე არ არის, როგორც ვთქვი, დისციპლინის, მაგამდე უკვე ვიყავი მოწადინებული უკვე ვიყავი მაგამდე და რაც ვთქვა ჩემ თავზე, მეც მინდა წარმატებული ცხოვრება და ხალხს ვაჩვენო ჩემი თავი რა, როგორც ვთქვა და არ სხვა რა ვთქვა. არც არაფერი პრინციპში, მოკლედ და გასაგებად. თავები გადავწყვიეთ რა ვართ, რა გვინდა ჯანდაბა YouTube-ზე. ეხლა უცბად რო ვთქვათ, რა გვინდა YouTube-ზე. YouTube-ზე გვინდა, როგორც ვთქვით, ან არ მithქვამს, ჩვენი ერთთვიანი გამოწვევა საკუთარ თავთან, იცით დეკემბერია 22, ხო? ცივა, ეხლა კი მზეა, მაგრამ ხვალე-ხვალზე შეიძლება თოვლი იყოს, ვინც ის ეგ არ ვიცით, მაგრამ ეგეთი ამ ზამთარი. ხო. ხვალე-ხვალზე შეიძლება თოვლი იყოს, ხო და რას გავიგებთ?
ზამთარი ცივა. სიცივეში საკუთარი თავის დატესტვა და საკუთარი დისციპლინის განვითარება ყველაზე კაი ვარიანტია. ჩვენი ერთვიანი გამოწვევით თქვენ ჩვენ ხელა ბავშვებს მივცემთ იმის мотиваციას, რომ შეუძლიათ ყველაფერს გაკეთება, უბრალოდ უნდა გადადონ ასე ვთქვათ, ცუდი რაღაცა, ანუ ის რომ არ შეგიძლიათ გონებიდან ამოიღონ, გადადონ და ამ სიტყვიდან მე არ შემიძლია, არ უნდა ამოიღონ. არ უნდა ამოიღონ და უნდა დატოვონ დანარჩენი. მე შემიძლია. იმიტომ რომ მართლა ყველას ყველაფერი შეუძლია. შეუძლებელი არაფერი არა. რომ ერთი ზალი და ერთის მადლით ყველაფერს შევძლებთ. ხო. ჩვენი ერთვიანი ვიდეოები იქნება თქვენი ჩვენ ხელა ბავშვების მამოტივირებული ვიდეოები. მეორე რაც მინდა თქვა, რასაც მინდა შევეხო, ეს არის ამდენი ხანი უკვე ვლაპარაკობდი ჩვენი ერთვიანი გამოწვევა. რაში მდგომარეობს და რას ვაკეთებთ ამ ერთ თვეში. ეს ვიდეოები დამთავრდება 22 იანვარის. ხო. იანვარს ერთი თვის მე რა თქმა უნდა 22 იანვარს და ყოველ დღე დაიდება ვიდეოები. როგორ ვარჯიშობ დილით, როგორ მივდივარ ჭიდაობაზე მივდივართ ვარჯიშზე, დილით ვარჯიში, ჭიდაობაზე ვარჯიში, ძალისხმევი ვარჯიში, რას ვჭამთ, კალორიები, ყველაფერი დაიდება, ყოველ დღე დაიდება ვიდეოები, ამის გარანტიას მე რჩება, შეიძლება უბრალოდ მოხდეს ერთ-ერთი რამ, რომ ანუ გადავიღოთ ვიდეო, მაგრამ დავაედიტოთ და დავდოთ მეორე დღეს. ხო. შეიძლება ორი ვიდეო დაიდოს ერთ დღეს რა, უბრალოდ დაედიტების დრო იყოს რა, საჭირო და მაგიტომ. გარდა ამისა სკოლა გვაქვს რაღაცა, კი არ დადეგები იქნება ეხარ, მაგრამ ეხლა რა შეიძლება? არ გვაქვს ჩვენ იმის უფლება, რომ ყველა გონება განვითარდება, მაგრამ ბევრი რამ რაც მსმენია ხშირად ეს არის უბრალოდ ის, რომ ვისწავლი და წარმატებული ცხოვრება მექნება. მოგალეთ რო გითხრათ, ეგ ვისწავლი და წარმატებული ცხოვრება მექნება, არის ბჭყალებში ნათქვამი. სკოლაში მე რაც გავანალიზე, გასწავლიან იმას რომ ისწავლო, ჩააბარო უნივერსიტეტი, ცოდნიდან ცოდნა მიიღო, იმ ცოდნიდან ისე ცოდნა მიიღო. მარტო სამუშაოზე, სადაც ხელფასი გაცნობს. ხო, მიიტანა დიპლომს სამუშაოზე, იტყვი მე ჩაბარებული მაქვს, დამთავრებული მაქვს უნივერსიტეტი, დაგაწყებინა მუშაობას თვეში. პასიური ხელფასი ალბათ 2000 ლარი იქნება თვეში. ეს სულ ეს არის. აი ეს წრე ხდება დღევანდელი ყველა ადამიანის თითქმის ყველა ცხოვრებაში რა, ყველა ცხოვრებაში. აი ეს წრე ხდება რა. ხო, სკოლაზე გადავუხვიე, მაგრამ მიცოდეთ რა, რომ ჩვენ პირადად სკოლაში დავდივართ, ასე თუ ისე ვსწავლობთ, მაგრამ სხვა მიზნები გვაქვს, სხვა გეგმები გვაქვს და იმ გეგმებისთვის უკვე რაღაცებს ვაკეთებ. ხო, ეხლა უცბად კიდე უნდა მითქვა გადავუხვიე იმიდან, ჩვენი ერთვიანი ის რაც შეეხება რა. ნუ მოკლედ 5 თვის წინ მე და ირაკლი, ჩემი ძმაკაცმა, მე რო ეხლა ბევრი ლაპარაკი არ გავამივიდეს, თვითონ იტყვის 5 თვის წინ რა დავამთავრეთ, ანუ კატინგი დავამთავრეთ 5 თვის წინ. ირაკლი ლაპარაკებს მაგაზე. 5 თვის წინ დავამთავრეთ. აი აქ ამონახდება რა არის კატინგი, როგორ იწერება უბრალოდ. კატინგი არის. რა არის კატინგი ახლა მოკლედ ქონის დაკლება და კუნთის აშენება რა, მაგრამ ის უფრო ვიზუალური. უფრო ხო, რომ გამოიჩინოს რელიეფი ადამიანის, ქონი რომ დაიკროს. კატინგი მე უკვე მოვრჩი და დავიწყე ბულკინგი დაახლოებით 1 თვის წინ და მაქამდე ბულკინგზე ვარ. ბულკინგი არის იგივე მასას მომატება რა, რომ როგორც კუნთისა და იგივე წონისა, რომ ძალიან მოგემატოს რა. ეს უკვე კატინგი დაამთავრა
ბულკინიც დაამთავრა და ახლა ისევ ქათინგზე არის, რომ მიდი შეგარძელა. ხო, რა ქვია, როგორც ირი თქვა, ეს იყო ქათინგზე, მე ანუ დაიკლო კანქვეშა ცხიმი. გამოიკვეთა მის ხელზე რელიეფი, ანუ კონტური მასა, კარგად გამოიკვეთა, ვიზუალური თვალსაზრისით უკეთესი იყო, მაგრამ ძალის მხრივ ძალიან დიდი შედეგი არ მისცა, იმიტომ რომ მეტი წილი უწევდა კარდიოს გაკეთება, ვიდრე ძალისმიერი ვარჯიშების. მე ვიყავი 5 თვის წინ დავამთავრე ქათინგი, ანუ გადავედი ქათინგი მქონდა თავიდან მისგან, რომ დამეკლო არხოშა ცხიმი, ხონი, დავამეკვეთა კუნთები და დამსგავსებოდი აი ამას. მაგრამ რომ მოვჩი, მე მივხვდი რომ არ მჭირდებოდა არაფერს სიმართლე რომ გითხრათ, იმიტომ რომ ქათინგს იყენებენ ძირითადად ბოდიბილდერები, ვინც გამოდიან თავის ხოვს არჩევენ რაღაცა. ძირითადად მაგათ იყენებენ, ეგენი იყენებენ. მე 5 თვის წინ მოვჩი ქათინგს და დავიწყე ბულკინგს. გადავედი ბულკინგზე, ანუ რას ვაკეთებ? ვიღებდი მეტ კალორიებს, ვაკეთებდი უფრო მეტ ძალისფერ ვარჯიშებს და ნაკლებ კარდიოს. მოვიმატე მასა 5 თვეში, ბოდიში 5 თვის წინ დავიწყე და 5 თვეში მოვიმატე 2 კილო, კილო ნახევარი მოვიმატე კუნთური მასა, ნახევარი კილო ცხიმი. ეს აშკარაა ჩემს ხელზე, ვარჯიშის ვიდეოები რო დაიდება, მაშინაც ნახავთ შეცვლა როგორი სხეული მაქვს რა რეალურად. ხო. TikTok-ზე TikTok-ზე დევს. აი ჩვენ TikTok-ის სახელი. ხო, აი კომენტი. ხო და ეხა სანამ უკვე გაგაცაინ ჩვენი პროექტი, უბრალოდ არ გაგვიცნობთ, მოკლედ ავთქვით. ხო, რა შეეხება ჩემი პროექტი? ჩემი პირადი პროექტი საკუთარ თავზე გამოცდას იქნება გადავიდე ბულკინგიდან ისევ ქათინგზე. ისევ. ძალიან რთული როცა დღესზეა და ახვალე თოვლის და ზეგ თოვლის ყინვა შეიძლება იყოს ეგ არ ვიცით. აი ამ სიცივის ფონზე და ზამთრის ფონზე ერთ თვიანი საკუთარ თავთან გამოწვევა, ერთ თვის მერე რამდენ ცხიმს დავიკლებ, რა წონა ვიქნები, ეხლა ვარ 65, რა წონა ვიქნები, მაგას აიგებთ ერთ თვის მერე რა. ეს არის ჩემი პირადი, ასე ვთქვათ, მიზანი. ირაკლის მიზანი რაც არის, ეხლა თვითონ მეკეთებ რა. რა არის ჩემი მიზანი? ჩემი მიზანი არის წონის მომატება, რომ ძალა მქონდეს. ეს რა ამის პროექტი ეს არის, ჩემი პროექტი ქათინგი არის, ამისი ბულკინგი არის, ჩემი ქათინგი არის. ეხლა რო გითხრათ, რა იქნება, რა არის ქათინგი, რა არის ბულკინგი, დადებით და ვერგობთ თვისებები. ბულკინგი. დადებითი თვისებები, მოგიჭირავს ხელით, დაიკიდება. დადებითი თვისებები. პირველი, ძალის მომატება, მეორე, ჭამით უფრო მეტ ჭამ და ალბათ ზოგისთვის ჭამა კაია, მეტი ჭამა. და კუნთური მასის ზედმეტად, ანუ ბევრად მომატება, როგორც კანქვეშა ცხიმის, ისე კუნთური მასის მომატება. ანუ ჩანხარ უფრო დიდი, უფრო რაღაცა და ხოდები და პირველ რიგში ალბათ ჩემს პრიორიტეტული ძალის მომატებაა ბულკინგში. უარყოფით თვისებები. იმატებ პირველ რიგში კანქვეშა ცხიმს, რაც ალბათ ბევრს არ მოეწონება. არა, პრინციპში მეტი უარყოფით თვისებები არა აქ ჭამა კაია. ხო, ძალას იმატებ, რატო არა, დიდი ცხდები, რატო არა, ყველაფერი კაია, უბრალოდ ერთი მინუსი ეგ აქვს, რომ გინდა თუ არა იმატებ კანქვეშა ცხიმს. მეორე მინუსი ეს არის, რომ გიწევს გააკეთო კარდიოს ნაცვლად ან ჩასვა შენი ვარჯიშების გადაანაწილო, რომ ძალისმიერი ვარჯიშები გამოგივიდეს კარდიოზე მეტი. სულ ეს არის, ანუ რეალურად მეტი ბულკინგის უარყოფით თვისებები არ მგონია. შემოვიდა ქათინგი. დადებითი თვისებები. პირველ რიგში ეს არის გამოკვეთილი რელიეფი. ანუ გამოკვეთილი სხეული, ლამაზი სხეული. მეორე, სისწრაფე. ანუ როცა კანქვეშა ცხიმი დაკლებული გაქვს, შედეგად წონაც დაბალი გაქვს და უფრო სხლარტი, ასე ვთქვათ, ხარ ვიდრე ბულკინგის დროს ადამიანი. მესამე
არა, დადებითი ვისთვის როგორ კარდიოსაც გიყვართ, კარდიოს კეთება გიწევს მეტი. დადებითი ალბათ ეგ იქნება. ცოტა უნდა ჭამო და ცილა მარტო და არანაირი სომეულობა და ესა უარყოფითი ხსებები ჩემთვის. კარდიო მიყვარს, სირბილი მიყვარს, მაგრამ მე ბუკინგზე ვარ და არ მომწევს სირბილი. ხო, ვისაც არ გიყვართ კარდიო კიდე მინუსი ეგ იქნება. გიწევს კარდიოს გაკეთება მეტი. კარდიო როგორც პლუსია, იგივე მინუსია. როგორც ბულკინგში, როგორც ძალისხმევი ვარჯიშები, ისე არაზალისხმევი ვარჯიშები. და ანუ ძალისხმევი ვარჯიშები არის ვისთვის პლუს, ვისთვის მინუს. ძალიან რა გაგვეწელოს ვიდეო, ესე იგი, ვილაპარაკეთ საერთო ჯამში ჩვენ მიზნებზე, ჩვენს რა გვინდა რა არ გვინდა რაღაცა. მეტი კი გამომივიდა ლაპარაკი, მაგრამ პირველად არის კამერასთან ვთქვათ. თან რომ ვილაპარაკეთ ეღანაც საზღვარგარეთ იყო და ამდენი ხანი და ქართულიც, მაგრამ ენაები მე ვაგინდა არ გინდა, მაგრამ ვაპატიოთ. ხო და ასე ვთქვათ, როგორც თქვი, დაიდება ყოველდღე ვიდეოები, ერთთვის მე მოვჩებით ამას. და დავიწყებ რამე ახალ. რამე ახალს დავიწყოთ კი. პირველში რის იმედი მაქვს. პირველი იმედი მაქვს თქვენი ხარდაჭერის, თქვენი გამოხმაურების, თქვენი დადებითი რეაქციის პირველ რიგში, რომ მივიღოთ мотиваცია და დავამტკიცოთ ის ჩვენ ორმა ჩაულებრივ სოფლიდან არანაირი ქალაქი არაფერი. ჩაულებრივ რიგითი ბავშვები, 15 წლისები დავამტკიცოთ, რომ თუ მოინდომებ სიცივე სიცხე, ქარიშხალი, სეტყვა, უბედურება, არაფერია შენთვის, თუ მოინდომებ, ყველაფერს შეძლებ. აბსოლუტურად ყველაფერს. რაც არ უნდა გქონდეს მიზნად ჩასახული, მერტი იმას აგისრულებს რა. თუ მოინდომებ და თუ შენ შრომას დაარღვევ. მოკლედ, ესე დამგვარად. პირველი ვიდეოში დავამთავრეთ, მოვჩით. აი დააჭირეთ ამერიკას. აი აქეთ ლაიქი ამოვარდება, აქეთ გამოწერა. აი რომ დააჭირეთ. ლაიქი. ეს ვაგეთ თქვენ საკითხიც. ხო, ნახვამდის. კარგად იყავით. ბედნიერ დღეს გისურვებთ. კარგ დღეს გისურვებთ. ხოში იმატებს, ხო, შაქარი დაივიწყოთ. ბულკინგზე ხართ თუ გრახან ბულკინგზე ხართ და ბევრი უნდა ჭამოთ, იგი არ უნდა ჭამოთ. მაინც მე შაქარს აინტერესებს რა საკეთებს ჯერ ზრდილობა იქონიეთ იმდენი ხემი კითხოთ. არ გულისხმობ რა ხილშიაც არის. გულისხმობ გადამუშავებულ შაქარს, რომელიც სისხლში ერევა და და იღლები ძალიან შედა. მოკლედ ხო, რაც ვლაპარაკეთ ეს ხო ხვალამდე წარმატებულ დღეს გისურვებთ და იმედია პირველი ვიდეოთი თქვენს ხარდაჭერას დავინახავთ.